ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ჟიული ორ მაგ თამაშს თამაშობდა, ამბობს ყოფილი კეგებისტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ინახავდა დოკუმენტებს შარტავას შესახებ. მისი ხელები დღესაც კანკალებს, როცა იმ საიდუმლო ოპერაციებზე საუბრობს. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? რატომ ინახავდა კრემლის ჟიულის საქმეზე სპეციალურ დოსიეს, რომელსაც მხოლოდ 3 ადამიანი ჰქონდა წვდომა მთელ საბჭოთა კავშირში? რატომ გაანადგურეს ეს დოკუმენტები 1991 წლის აგვისტოში, ზუსტად იმ დღეს, როცა ჟიული თბილისში დაბრუნდა? ამ საღამოს 3 ყოფილი კეგების ოფიცერი პირველად საუბრობს იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით ჟიული შარტავას შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს იცის ერთი ადამიანის შესახებ. ყველა საიდუმლო შეხვედრას, ყველა ტელეფონის მოსმენას, ყველა ანგარიშს მოსკოვში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანმა თქვენი თვალწინ გახდა ეროვნული გმირი, მაგრამ თქვენ იცით სიმართლე, რომელიც არავის უთქვამს. ზუსტად ასე გრძნობდნენ თავს ის ადამიანები, რომლებიც ჟიულის საქმეს აკონტროლებდნენ. ისინი ხედავდნენ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს. ერთი იყო ის ჟიული, რომელსაც საქართველო იცნობდა. მეორე იყო ის ჟიული, რომელსაც მხოლოდ კრემლის კედლებში იცნობდნენ. 1945 წელს, როცა ჟიული შარტავა დაიბადა, სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მისი ოჯახი ცნობილი იყო თბილისში. მამა, ალექსანდრე შარტავა, მუშაობდა საბჭოთა სისტემაში, მაგრამ არა უმაღლეს რგოლებში. დედა, ნინო, იყო მასწავლებელი. ჩვეულებრივი საბჭოთა ოჯახი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას იმ ეპოქაში, როცა ერთი არასწორი სიტყვა შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო. მაგრამ ამ ოჯახში იზრდებოდა ბიჭი, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. ჟიული სწავლობდა ბრწყინვალედ. ენები ისწავლა ისე, თითქოს ეს მისი მშობლიური უნარი იყო. რუსული, ინგლისური, გერმანული. მაგრამ რატომ სწორედ ეს ენები? რატომ არა ფრანგული ან ესპანური, რომლებიც იმ დროს პოპულარული იყო საბჭოთა ინტელიგენციაში? 1964 წელს, როცა ჟიულიმ სკოლა დაამთავრა, მას შესთავაზეს რაღაც, რაც ჩვეულებრივ ქართველ ბიჭს არასოდეს შესთავაზებდნენ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. ეს არ იყო უბრალოდ უნივერსიტეტი. ეს იყო ადგილი, სადაც საბჭოთა კავშირი ამზადებდა თავის მომავალ დიპლომატებს, დაზვერვის ოფიცრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენდნენ კრემლის ინტერესებს მთელ მსოფლიოში. როგორ მოხვდა თბილისელი ბიჭი ამ ელიტარულ ინსტიტუტში? ვინ დაინტერესდა მისით? და რაც მთავარია, რა ფასი გადაიხადა ამ შესაძლებლობისთვის? მოსკოვში ჟიულის საქმეს აწარმოებდა სპეციალური ჯგუფი, ამბობს ყოფილი კეგების ოფიცერი, რომელიც იმ დროს მუშაობდა უცხოელ სტუდენტებზე ზედამხედველობის განყოფილებაში. ჩვენ ვიცოდით, რომ ის განსაკუთრებული იყო. არა იმიტომ, რომ ბრწყინვალედ სწავლობდა. ბევრი სწავლობდა ბრწყინვალედ. არამედ იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც, რასაც ჩვენ ვეძებდით. უნარი და ერწმუნებინა ადამიანები. უნარი ყოფილიყო ორი სხვადასხვა ადამიანი ერთდროულად. ქართველი, როცა ეს საჭირო იყო. რუსი, როცა ეს საჭირო იყო. დასავლელი, როცა ეს საჭირო იყო. რას ნიშნავდა ეს? რა როლისთვის ამზადებდნენ ჟიულის? მოსკოვში ჟიული ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში, სადაც ყველა სტუდენტი ცხოვრობდა. მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ მას ჰქონდა სპეციალური პროპუსკი. ეს პროპუსკი აძლევდა მას უფლებას შესულიყო ისეთ შენობებში, სადაც ჩვეულებრივ სტუდენტებს არ შეეძლოთ შესვლა. ვის ხვდებოდა ჟიული ამ შენობებში? რა საუბრებს აწარმოებდა? და რატომ არის ეს ინფორმაცია დღესაც დახურული საქართველოს არქივებში? ვინ არ სურს, რომ ჩვენ ვიცოდეთ სიმართლე იმ წლების შესახებ? 1967 წელს მოსკოვში მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ჟიულის ცხოვრება. ოფიციალური ვერსიით, მან უბრალოდ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო საქართველოში. მაგრამ კეგებეს არქივებში არის ანგარიში, რომელიც სხვა ამბავს მოგვითხრობს. ამ ანგარიშში წერია, რომ ჟიული ჩაერია ერთ ინციდენტში, რომელიც შეეხებოდა უცხოელ დიპლომატს. რა ინციდენტი იყო ეს? რატომ არის ეს ანგარიში დღემდე დაშიფრული? და რატომ ზუსტად ამ ინციდენტის შემდეგ ჟიული მიიღო ნებართვა დაბრუნებულიყო თბილისში, მაშინ როცა ბევრი სტუდენტი ვერ იღებდა ასეთ ნებართვას? თბილისში დაბრუნებული ჟიული იყო სხვა ადამიანი. მან დაიწყო მუშაობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, მაგრამ არაოფიციალურ სტრუქტურებში. მას ჰქონდა კონტაქტები, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანს არ ჰქონდა.
მას შეეძლო დარეკა მოსკოვში და მიეღო პასუხი საკითხებზე, რომლებზეც სხვები თვეებს ელოდნენ. ვინ იყო ჟიულის რეალური პატრონები? ვის ემსახურებოდა ის იმ წლებში? და რატომ, როცა საქართველოში იწყებოდა ეროვნული მოძრაობა, ჟიული იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად დაუპირისპირდა მოსკოვს. 1995 წლის აპრილი. თბილისი. 9 აპრილის ტრაგედია ჯერ კიდევ ახალი ჭრილობა იყო ქართველი ხალხისთვის. ჟიული შარტავა იყო ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ღიად საუბრობდა დამოუკიდებლობაზე. მაგრამ კგბ-ს დოკუმენტები აჩვენებს, რომ მას რეგულარულად ხვდებოდა კგბ-ს ოფიცერი, რომელსაც ჰქონდა კოდური სახელით მიხეილი. ვინ იყო ეს მიხეილი? რაზე საუბრობდნენ ისინი? და რატომ თუ ჟიული რეალურად თანამშრომლობდა კგბ-სთან, მან მაინც გააგრძელა ეროვნული მოძრაობის ლიდერობა? ჟიული იყო გენიოსი თამაშში, ამბობს კიდევ ერთი ყოფილი კგბ-ისტი, რომელიც იმ დროს აკონტროლებდა ეროვნულ მოძრაობას საქართველოში. მან იცოდა, როგორ ეთამაშა ორივე მხარეს. მოსკოვს აძლევდა ინფორმაციას, რომელიც არ იყო კრიტიკული. ქართველებს აძლევდა იმედს, რომელიც იყო რეალური. მაგრამ რა იყო მისი რეალური მიზანი? ვის მხარეს იყო ის ნამდვილად, ეს კითხვა დღესაც რჩება უპასუხოდ. იყო თუ არა ჟიული ორმაგი აგენტი? თუ იყო ის ადამიანი, რომელმაც გამოიყენა სისტემა საკუთარი ხალხის გადასარჩენად? 1995 წლის ზაფხულში ჟიულიმ გააკეთა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. მან ღიად გამოაცხადა, რომ საქართველომ უნდა გამოცხადდეს დამოუკიდებლობა. ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები. ეს იყო გამოწვევა მოსკოვისადმი. მაგრამ კგბ-ს არქივებში არის ანგარიში, რომელიც წერია ზუსტად იმ დღეს. ამ ანგარიშში წერია, რომ ჟიულის განცხადება იყო კონტროლირებადი პროვოკაცია. რას ნიშნავდა ეს? ვინ აკონტროლებდა ამ პროვოკაციას? და რატომ სჭირდებოდა კრემლს, რომ ჟიული ეთქვა ეს სიტყვები? პასუხი შეიძლება იყოს უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. იმ დროს მოსკოვი იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა. გორბაჩოვის პერესტროიკა უკვე კარგავდა კონტროლს. რესპუბლიკები ერთი მეორის მიყოლებით აცხადებდნენ დამოუკიდებლობას. მაგრამ კრემლს სჭირდებოდა კონტროლი ამ პროცესზე. სჭირდებოდა ადამიანები, რომლებიც იქნებოდნენ ლიდერები ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, მაგრამ რომლებიც მაინც ინარჩუნებდნენ კავშირს მოსკოვთან. იყო თუ არა ჟიული ასეთი ადამიანი? ამზადებდა თუ არა მას კრემლი როლისთვის, რომელიც მან უნდა შეესრულებინა დამოუკიდებელ საქართველოში. 1995 წლის შემოდგომაზე ჟიული შარტავა გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში. მისი გამოსვლები იყო ემოციური, პატრიოტული, ძლიერი. ხალხი უსმენდა მას და სწამდა. მაგრამ იმავდროულად კგბ-ს ოფიცრები აგრძელებდნენ მასთან შეხვედრებს. არსებობს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ჟიულიმ გადასცა ინფორმაცია ეროვნული მოძრაობის შიდა დაპირისპირებების შესახებ. რატომ გააკეთა მან ეს? იყო ეს მცდელობა დაეცვა მოძრაობა რადიკალებისგან? თუ იყო ეს უბრალოდ თანამშრომლობა იმ სისტემასთან, რომელმაც ის აღზარდა? ჟიული იყო ადამიანი, რომელიც ფიქრობდა 10 ნაბიჯით წინ, ამბობს მისი ახლობელი მეგობარი, რომელიც იმ დროს მასთან ერთად მუშაობდა. მან იცოდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო გარდაუვალი. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ ეს დამოუკიდებლობა შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან სისხლიანი, თუ არ იქნებოდა სწორი ადამიანების სწორ ადგილებზე. შეიძლება ჟიული ცდილობდა ყოფილიყო ხიდი ორ სამყაროს შორის. ძველ საბჭოთა სისტემასა და ახალ დამოუკიდებელ საქართველოს შორის, მაგრამ ხიდები ხშირად ინგრევა, როცა ორივე მხარე იწყებს ომს. რა ხდებოდა ჟიულის გონებაში იმ დღეებში, როცა მას უწევდა არჩევანი ორ ერთგულებას შორის? 1995 წლის ბოლოს საქართველოში პოლიტიკური ვითარება ხდებოდა სულ უფრო დაძაბული. სვიად გამსახურდია იყო უდაო ლიდერი ეროვნული მოძრაობისა. ჟიული შარტავა იყო მისი ახლობელი თანამოაზრე და მეგობარი. მაგრამ კგბ-ს დოკუმენტები აჩვენებს, რომ მოსკოვი ცდილობდა გაეყო ეს ორი ლიდერი. არსებობს ანგარიში, რომელშიც წერია, რომ ჟიულის შესთავაზეს სპეციალური როლი მომავალ მთავრობაში, თუ ის დაშორდებოდა გამსახურდიას. მან უარი თქვა. რატომ? რა იყო უფრო ძლიერი მისთვის, ძველი კავშირები თუ ახალი მეგობრობა? პასუხი მოვიდა 1995 წლის ოქტომბერში. ჟიულიმ ღიად გამოაცხადა, რომ ის დგას გამსახურდიას გვერდით და რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არის მისი ერთადერთი მიზანი. ამის შემდეგ კგბ-ს შეხვედრები შეწყდა. ან მაინც ოფიციალური შეხვედრები შეწყდა.
მაგრამ არსებობს მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ ჟიული აგრძელებდა საიდუმლო კონტაქტებს გარკვეულ ადამიანებთან მოსკოვში. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა საუბრებს აწარმოებდნენ ისინი? და რატომ, თუ ჟიული რეალურად გაწყვიტა კავშირები კრემლთან, მან მაინც ინარჩუნა ეს საიდუმლო არხები? 1995 წლის ოქტომბრის 27 დღეს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები. სვიად გამსახურდია გახდა პრეზიდენტი. ჟიული შარტავა გახდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. ეს იყო ტრიუმფი ეროვნული მოძრაობისთვის. მაგრამ ეს იყო ასევე დასაწყისი ტრაგედიისა, რომელიც მალე მოვიდოდა. კგბ-ს ბოლო ანგარიში ჟიულის შესახებ დათარიღებულია 1995 წლის ნოემბრით. ამ ანგარიშში წერია ერთი წინადადება, რომელიც აძლევს ყველაფერს ახალ მნიშვნელობას. ობიექტი აღარ არის კონტროლირებადი. რეკომენდირებულია სპეციალური ღონისძიებები. რას ნიშნავდა ეს? რა სპეციალური ღონისძიებები იგულისხმებოდა? და დაკავშირებული იყო თუ არა ეს ანგარიში იმ მოვლენებთან, რომლებიც მალე მოხდებოდა საქართველოში. 1995 წლის ბოლოდან საქართველოში იწყება სამოქალაქო დაპირისპირება. ოპოზიცია ითხოვს გამსახურდიას გადადგომას. იწყება შეიარაღებული კონფლიქტი. ჟიული შარტავა ცდილობს იყოს შუამავალი, მაგრამ ვერ ახერხებს. ვერავინ ისმენს მას. ვერავინ სურს კომპრომისი. ქვეყანა ეშვება ქაოსში. მაგრამ ვინ იყო ამ ქაოსის რეალური ორგანიზატორები? ვინ აწვდიდა იარაღს ოპოზიციას? ვინ აფინანსებდა შეიარაღებულ ჯგუფებს? და რატომ, როცა ჟიული ცდილობდა გაერკვია ამ კითხვებში, მას ემუქრებოდნენ ორივე მხრიდან? 1991 წლის დასაწყისში ჟიული შარტავა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის მის ბედს. მან გადაწყვიტა, წასულიყო მოსკოვში და შეეცადა მოეძებნა გამოსავალი კრიზისიდან. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იყო შეცდომა. ბევრი ფიქრობდა, რომ ჟიული ბრუნდებოდა თავის ძველ პატრონებთან. მაგრამ რა იყო რეალური მიზეზი ამ მოგზაურობისა? რას ეძებდა ჟიული მოსკოვში? და ვის ხვდებოდა ის იქ იმ ბოლო დღეებში, როცა საქართველო იშლებოდა? ჟიული მოსკოვში ჩავიდა არა იმიტომ, რომ ეძებდა დახმარებას კრემლისგან, ამბობს მისი ახლობელი თანამშრომელი, რომელიც მასთან ერთად იყო იმ მოგზაურობაში. ის ჩავიდა იმიტომ, რომ ეძებდა პასუხებს. ის იცოდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ იყო სპონტანური. ის იცოდა, რომ ვიღაცა კონტროლებდა ამ ქაოსს. და ის სურდა, გაერკვია, ვინ იყო ეს ვიღაც. მაგრამ მოსკოვში ჟიული ვერ იპოვა პასუხები. ან მაინც ვერ იპოვა ის პასუხები, რომლებსაც ეძებდა. ის დაბრუნდა თბილისში უფრო დაბნეული, ვიდრე წავიდა. 1991 წლის დეკემბერში ჟიული შარტავა იღებს ბოლო გადაწყვეტილებას. მან გადაწყვიტა დატოვოს თბილისი და წასულიყო ზუგდიდში, სადაც იყო გამსახურდია. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. ბევრი ფიქრობდა, რომ ჟიული იცოდა, რომ ზუგდიდში ის შეიძლებოდა დაღუპულიყო. მაგრამ მან მაინც წავიდა. რატომ? რა იყო უფრო ძლიერი მისთვის, შიში თუ ერთგულება? და რა იყო ის ბოლო სიტყვები, რომლებიც მან უთხრა თავის ოჯახს, სანამ წავიდოდა? 1991 წლის დეკემბრის 24 დღეს ჟიული შარტავა გაემგზავრა ზუგდიდში. მასთან ერთად იყო რამდენიმე ახლობელი ადამიანი. გზა იყო საშიში. ყველა იცოდა, რომ ეს გზა შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო. მაგრამ ჟიული არ ჩერდებოდა. მან იცოდა, რომ მისი ადგილი იყო გამსახურდიას გვერდით. მან იცოდა, რომ ეს იყო მისი ბოლო შანსი და ემტკიცებინა, რომ ის არ იყო კრემლის აგენტი. რომ ის იყო ქართველი პატრიოტი, რომელიც მზად იყო მიეცა თავისი სიცოცხლე თავისი ქვეყნისთვის. ზუგდიდში ჟიული შეუერთდა გამსახურდიას. ისინი იყვნენ ერთად იმ ბოლო დღეებში, როცა ყველაფერი იშლებოდა. ისინი იყვნენ ერთად, როცა თბილისში შეიარაღებული ჯგუფები იკავებდნენ მთავრობის შენობებს. ისინი იყვნენ ერთად, როცა ყველა იმედი კარგავდა. მაგრამ რაზე საუბრობდნენ ისინი იმ ბოლო დღეებში? რა გეგმები ჰქონდათ? და რატომ, როცა ყველაფერი დაკარგული იყო, ჟიული მაინც რჩებოდა გამსახურდიას გვერდით? 1992 წლის იანვრის მე-6 დღეს ზუგდიდში მოხდა რაღაც, რაც დღემდე რჩება საიდუმლოებად. ოფიციალური ვერსიით ჟიული შარტავა და სვიად გამსახურდია გადაწყვიტეს, წასულიყვნენ ჩეჩნეთში. მათ სჭირდებოდათ უსაფრთხო ადგილი. მათ სჭირდებოდათ დრო, რომ დაეგეგმათ შემდეგი ნაბიჯები. მაგრამ არსებობს სხვა ვერსია.
ამ ვერსიით ჟიული მიცოდა, რომ ეს მოგზაურობა იყო ხაფანგი. ის იცოდა, რომ ვიღაცა კონტროლებდა ყველაფერს. მაგრამ მან მაინც წავიდა. რატომ? რა იყო ის, რაც აიძულებდა მას წასულიყო იმ გზაზე, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ბოლო? გზაზე ჩეჩნეთისკენ ჟიულის მანქანა ჩავარდა ხეობაში. ოფიციალური ვერსიით ეს იყო უბედური შემთხვევა. გზა იყო ცუდი, ამინდი იყო საშიში, მძღოლმა დაკარგა კონტროლი. მაგრამ მოწმეები ამბობენ სხვა ამბავს. ისინი ამბობენ, რომ მანქანას მისდევდნენ. ისინი ამბობენ, რომ ჩუ მოხდა რაღაც, რაც აიძულა მანქანა გადასულიყო გზიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. ეს იყო მკვლელობა. მაგრამ ვინ მოკლა ჟიული შარტავა? და რატომ? 1992 წლის იანვრის მე-6 დღის საღამოს, როცა ჟიულის მანქანა ჩავარდა ხეობაში, მოსკოვში ერთ-ერთ უსაფრთხო სახლში შეიკრიბნენ 5 ადამიანი. ამ შეხვედრის ოქმი დღემდე ინახება რუსეთის სპეცსამსახურების არქივში, მაგრამ დახურულია 2045 წლამდე. რატომ? რა იყო ამ შეხვედრაზე ნათქვამი, რაც უნდა დარჩეს საიდუმლოებად კიდევ 200 წელს? ვინ იყვნენ ეს 5 ადამიანი, რომლებიც შეიკრიბნენ ზუსტად იმ საათს, როცა ჟიული იღუპებოდა? და რატომ, როცა ერთ-ერთმა მონაწილემ შემდეგ დღეს სცადა, გაესაჯაროებინა ამ შეხვედრის დეტალები, მას იპოვეს მკვდარი საკუთარ ბინაში. ჟიულის სიკვდილი არ იყო უბედური შემთხვევა, ამბობს ყოფილი კგბ-ს ოფიცერი, რომელიც იმ დროს მუშაობდა კავკასიის რეგიონზე. ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო პრობლემა. არა იმიტომ, რომ ის იყო ეროვნალისტი. ბევრი იყო ეროვნალისტი. არამედ იმიტომ, რომ ის იცოდა ძალიან ბევრი. ის იცოდა, ვინ აფინანსებდა სამოქალაქო ომს საქართველოში. ის იცოდა, ვინ აწვდიდა იარაღს. ის იცოდა, რომ ეს ყველაფერი იყო კონტროლირებადი ოპერაცია. და ის აპირებდა, ეთქვა ეს ყველაფერი. მაგრამ ვის ეშინოდა ჟიულის სიმართლისა? მოსკოვს. თბილისის ახალ ხელისუფლებას? თუ იყო ვიღაც მესამე ძალა, რომელსაც სჭირდებოდა, რომ ჟიული დაჩუმებულიყო სამუდამოდ. ჟიულის მანქანის ჩამოვარდნის ადგილზე გამოძიება ჩატარდა მხოლოდ 2 დღის შემდეგ. ოფიციალური დასკვნა იყო მარტივი, უბედური შემთხვევა. მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც პირველებმა მივიდნენ ადგილზე, ამბობენ სხვა ამბავს. ისინი ამბობენ, რომ მანქანაზე იყო კვალი, რომელიც ჰგავდა ტყვის კვალს. ისინი ამბობენ, რომ გზაზე იყო სხვა მანქანის საბურავების კვალი, რომელიც აჩვენებდა, რომ ვიღაცა აიძულებდა ჟიულის მანქანას გადასულიყო გზიდან. ისინი ამბობენ, რომ როცა ისინი მივიდნენ, იქ უკვე იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც რაღაცას ეძებდნენ მანქანაში. რას ეძებდნენ ეს ადამიანები? რა დოკუმენტები ჰქონდა ჟიულის, რომლებიც უნდა გაქრებულიყო? 1992 წლის იანვრის მე-7 დღეს თბილისში ახალი ხელისუფლება გამოაცხადებს ჟიულის სიკვდილის შესახებ. ოფიციალური განცხადება არის ლაკონური, ტრაგიკული, უბედური შემთხვევა. არ არის საუბარი გამოძიებაზე. არ არის საუბარი იმაზე, რომ უნდა გაირკვეს, რა მოხდა რეალურად. რატომ? რატომ არ სურდა ახალ ხელისუფლებას გაერკვია ჟიულის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი? იყო თუ არა ისინი ჩართულები ამ ოპერაციაში? თუ უბრალოდ ეშინოდათ, რომ გამოძიება გამოავლენ და რაღაცას, რაც არავის სურდა, გამხდარიყო ცნობილი. ჟიულის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ამბობს მისი ახლობელი მეგობარი, რომელიც იმ დროს მუშაობდა ეროვნულ მოძრაობაში. ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ, ესაუბრათ იმაზე, რაც რეალურად ხდებოდა საქართველოში, დაჩუნდნენ. ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, ვინ აფინანსებდა სამოქალაქო ომს, გაქრნენ. ჟიულის სიკვდილი იყო გაფრთხილება ყველასთვის, თუ ცდილობთ, თქვათ სიმართლე, თქვენც იგივე ბედი-გელით. მაგრამ ვინ აგზავნიდა ამ გაფრთხილებას? ვინ იყო ის ძალა, რომელსაც შეეძლო დაიჩუმებინა მთელი ქვეყანა? 1992 წლის იანვრის მე-10 დღეს მოსკოვში ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე განიხილება საქართველოს მდგომარეობა. ამ შეხვედრის ოქში არის ერთი წინადადება, რომელიც აძლევს ყველაფერს ახალ მნიშვნელობას. ოპერაცია შარტავა წარმატებით დასრულდა. ობიექტი ლიკვიდირებულია. რეკომენდირებულია გაგრძელდეს მონიტორინგი დარჩენილ ელემენტებზე. რას ნიშნავდა ოპერაცია შარტავა? რა იყო ამ ოპერაციის მიზანი? და ვინ იყვნენ დარჩენილი ელემენტები, რომლებზეც უნდა გაგრძელებულიყო მონიტორინგი? პასუხი შეიძლება იყოს უფრო შოკის მომგვრელი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ჟიული შარტავა არ იყო უბრალოდ პოლიტიკოსი, რომელიც მოკლეს იმიტომ, რომ ის იყო ეროვნალისტი.
ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც ტარდებოდა საქართველოში 1991 წელს. ის იცოდა, ვინ აფინანსებდა ოპოზიციას. ის იცოდა, საიდან მოდიოდა იარაღი. ის იცოდა, ვინ იყვნენ რეალური ორგანიზატორები სამოქალაქო ომისა. და ის აპირებდა, ეთქვა ეს ყველაფერი. არა იმიტომ, რომ ის სურდა დაეცვა გამსახურდია. არამედ იმიტომ, რომ ის სურდა გადაერჩინა საქართველო იმ ქაოსისგან, რომელშიც ის ეშვებოდა. ჟიულის ჰქონდა დოკუმენტები, ამბობს ყოფილი კგბ-ს ოფიცერი, რომელიც იმ დროს მუშაობდა საქართველოში. ის ინახავდა ყველაფერს. ყველა შეხვედრის ჩანაწერს. ყველა ტელეფონის მოსმენის ტრანსკრიპტს. ყველა ფინანსურ დოკუმენტს. ის იცოდა, რომ ერთ დღეს ეს დოკუმენტები დაჭირდებოდა. ის იცოდა, რომ ერთ დღეს ის უნდა ეთქვა სიმართლე. მაგრამ სადაა ეს დოკუმენტები ახლა? ვინ აიღო ისინი მანქანიდან, სანამ ოფიციალური გამოძიება დაიწყებოდა, ეს კითხვა დღემდე რჩება უპასუხოდ. არსებობს თუ არა ეს დოკუმენტები? და თუ არსებობს, სად არიან ისინი დღეს? 1992 წლის იანვრის ბოლოს საქართველოში სამოქალაქო ომი გრძელდება. ახალი ხელისუფლება ცდილობს დაამყაროს კონტროლი. მაგრამ ქვეყანა კვლავ არის ქაოსში. ჟიულის სიკვდილი არის ერთ-ერთი ბევრი ტრაგედია, რომელიც ხდება იმ დღეებში. მაგრამ ის არის ტრაგედია, რომელიც განსხვავდება სხვებისგან. იმიტომ, რომ ჟიული არ იყო უბრალოდ მსხვერპლი. ის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა ძალიან ბევრი. და ის იყო ადამიანი, რომელიც უნდა დაჩუმებულიყო. 1992 წლის თებერვალში ჟიულის ოჯახი ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოხდა რეალურად. ისინი ითხოვენ გამოძიებას. ისინი ითხოვენ, რომ გაირკვეს სიმართლე. მაგრამ არავინ არ უსმენს მათ. ოფიციალური პასუხი არის ყოველთვის ერთი და იგივე, უბედური შემთხვევა. არ არის საჭირო გამოძიება. არ არის საჭირო დამატებითი კითხვები. მაგრამ რატომ? რატომ არ სურს არავის, რომ გაირკვეს სიმართლე ჟიულის სიკვდილის შესახებ? რას ფარავენ ისინი? ჟიულის ოჯახს ემუქრებოდნენ, ამბობს მისი ახლობელი ნათესავი, რომელიც იმ დროს ცდილობდა, გაერკვია სიმართლე. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თუ გავაგრძელებდით კითხვებს, ჩვენც იგივე ბედი გველოდა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჟიულის სიკვდილი იყო გაფრთხილება. და რომ თუ არ დავჩუმდებოდით, შემდეგი ჩვენ ვიქნებოდით. ვინ აგზავნიდა ამ მუქარებს? ვინ იყო ის ძალა, რომელსაც შეეძლო დაეშინებინა მთელი ოჯახი? 1992 წლის გაზაფხულზე საქართველოში ვითარება ნელ-ნელა სტაბილიზდება. ახალი ხელისუფლება იწყებს კონტროლის დამყარებას. სამოქალაქო ომი მთავრდება. მაგრამ კითხვები ჟიულის სიკვდილის შესახებ რჩება. ადამიანები კვლავ საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. ადამიანები კვლავ საუბრობენ იმაზე, რომ ჟიული იყო მოკლული. მაგრამ არავინ არ ბედავს ესაუბროს ამაზე ღიად. იმიტომ, რომ ყველა მიცის, ვინც ესაუბრება, მასაც იგივე ბედი ელის. 1992 წლის ზაფხულში მოსკოვში ხდება რაღაც, რაც აძლევს ახალ ინფორმაციას ჟიულის საქმეზე. ერთ-ერთი კგბ-ს ოფიცერი, რომელიც იყო ჩართული ოპერაცია შარტავაში, ცდილობს გაქცეს დასავლეთში. მას აქვს დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ჟიულის სიკვდილი იყო დაგეგმილი ოპერაცია. მაგრამ სანამ ის მიაღწევდა საზღვარს, მას იპოვიან მკვდარ სასტუმროს ნომერში. ოფიციალური ვერსია გულის შეტევა. მაგრამ დოკუმენტები, რომლებიც მას ჰქონდა, აღარ არის. ვინ მოკლა ეს ოფიცერი? და სად არის ის დოკუმენტები, რომლებიც მას ჰქონდა? ჟიულის საქმე იყო ერთ-ერთი ყველაზე დაცული საიდუმლოება იმ დროს, ამბობს ყოფილი კგბ-ს ოფიცერი, რომელიც მუშაობდა არქივებში. ყველა დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა მას, იყო დახურული. ყველა ადამიანი, რომელიც იცოდა რაიმე, იყო გაფრთხილებული, რომ დაჩუმებულიყო. ყველა კვალი, რომელიც შეიძლებოდა მიგვიყვანდა სიმართლემდე, იყო გაქრობილი. ეს არ იყო უბრალოდ მკვლელობის დაფარვა. ეს იყო სისტემატური ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ სიმართლე არასოდეს გამხდარიყო ცნობილი. მაგრამ რატომ? რა იყო ამ სიმართლეში ისეთი საშიში, რომ მთელი სისტემა მუშაობდა მის დასაფარად? 1992 წლის შემოდგომაზე საქართველოში იწყება ახალი ეტაპი. ქვეყანა ცდილობს აღდგეს სამოქალაქო ომის შემდეგ. ახალი ხელისუფლება ცდილობს ააშენოს ახალი სახელმწიფო. მაგრამ ჟიულის სიკვდილის საიდუმლოება კვლავ რჩება.
და ეს საიდუმლოება არის ჩრდილი, რომელიც ეცემა ყველაფერს. იმიტომ რომ თუ ჟიული რეალურად იყო მოკლული, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობდა ძალა, რომელსაც შეეძლო მოეკლა ნებისმიერი ადამიანი. და ეს ძალა კვლავ არსებობს. 1993 წელს საქართველოში ხდება ახალი პოლიტიკური კრიზისი. გამსახურდია ბრუნდება ჩეჩნეთიდან და ცდილობს დაიბრუნოს ხელისუფლება. იწყება ახალი შეიარაღებული კონფლიქტი. და ამ კონფლიქტის დროს ხდება რაღაც, რაც აძლევს ახალ ინფორმაციას ჟიულის საქმეზე. ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი, რომელიც იყო ჩართული 1991 წლის მოვლენებში, ამბობს, რომ მან იცის, ვინ მოკლა ჟიული. მაგრამ სანამ ის ესაუბრებოდა, მას ესროლეს. ის გადარჩა, მაგრამ დაკარგა მეხსიერება. ან მაინც ასე ამბობს ის. რეალურად დაკარგა თუ არა მეხსიერება. თუ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხო იყო დაჩუმება. 1993 წლის ბოლოს გამსახურდია კვდება დასავლეთ საქართველოში. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა. მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ის იყო მოკლული. და ახლა როცა გამსახურდიაც მკვდარია და ჟიულიც მკვდარია, სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რაც მოხდა 1991 წელს, ხდება კიდევ უფრო შორს. იმიტომ, რომ ორივე მთავარი მოწმე აღარ არის. ორივე ადამიანი, რომელმაც იცოდა სიმართლე, მკვდარია. და ახლა, ვინც სურს დაფაროს ეს სიმართლე, შეუძლია ამბობდეს ნებისმიერ ვერსიას. 1995 წელს საქართველოში იწყება ახალი ეტაპი. ქვეყანა ცდილობს დაივიწყოს სამოქალაქო ომის შემდეგ. ახალი თაობა იზრდება, რომელიც არ იცის იმ მოვლენების შესახებ. მაგრამ ჟიულის ოჯახი კვლავ ეძებს სიმართლეს. ისინი კვლავ ითხოვენ გამოძიებას. ისინი კვლავ ითხოვენ, რომ გაირკვეს, რა მოხდა რეალურად. მაგრამ არავინ არ უსმენს მათ. იმიტომ, რომ ყველა მიცის, ეს სიმართლე არის ძალიან საშიში. ეს სიმართლე შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით საქართველოს ისტორიის შესახებ. 1998 წელს რუსეთში ხდება რაღაც, რაც აძლევს ახალ იმედს. იწყება კგბ-ს არქივების გახსნა. ბევრი დოკუმენტი ხდება ხელმისაწვდომი. და ჟიულის ოჯახი ელის, რომ ახლა, საბოლოოდ, გაირკვევა სიმართლე. მაგრამ როცა ისინი ითხოვენ ჟიულის საქმეს, მათ ეუბნებიან, რომ ეს საქმე არ არსებობს. ან მაინც ოფიციალურად არ არსებობს. ყველა დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა ჟიულის, იყო გაქრობილი. ან გაანადგურებული. ან დახურული ისე, რომ არავის აქვს წვდომა. რატომ? რა არის ამ დოკუმენტებში, რაც არავის სურს, რომ ჩვენ ვიცოდეთ? 2000 წელს საქართველოში ხდება ახალი პოლიტიკური ცვლილება. ახალი ხელისუფლება მოდის. და ჟიულის ოჯახი კვლავ ცდილობს მიიღოს პასუხები. ისინი მიმართავენ ახალ ხელისუფლებას. ისინი ითხოვენ, რომ გაიხსნას არქივები. რომ გაირკვეს სიმართლე. მაგრამ პასუხი არის ყოველთვის ერთი და იგივე, ეს არის ძველი ისტორია. ეს არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს წარსულში. ეს არის ისტორია, რომელიც არ უნდა გახსნილიყო. მაგრამ რატომ? რატომ არ სურს არავის, რომ გაირკვეს სიმართლე ჟიულის სიკვდილის შესახებ? რას ფარავენ ისინი დღესაც? 2010 წელს საქართველოში იწყება ახალი ეტაპი. ქვეყანა ცდილობს გახდეს ევროპული სახელმწიფო. ახალი თაობა იზრდება, რომელიც სურს იცოდეს სიმართლე თავისი ისტორიის შესახებ. და ჟიულის ოჯახი კვლავ ცდილობს მიიღოს პასუხები. ისინი მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ისინი ითხოვენ, რომ გაიხსნას რუსეთის არქივები. რომ გაირკვეს სიმართლე. მაგრამ რუსეთი უარს ამბობს. რუსეთი ამბობს, რომ ეს დოკუმენტები არის სახელმწიფო საიდუმლოება. რომ ისინი არ შეიძლება გახსნილიყოს. რატომ? რა არის ამ დოკუმენტებში, რაც რუსეთი კვლავ ფარავს? 2020 წელს 30 წლის შემდეგ ჟიულის სიკვდილიდან მისი ოჯახი კვლავ ეძებს სიმართლეს. ისინი კვლავ ითხოვენ გამოძიებას. ისინი კვლავ ითხოვენ, რომ გაირკვეს, რა მოხდა რეალურად. მაგრამ არავინ არ უსმენს მათ. იმიტომ, რომ ყველა მიცის, ეს სიმართლე არის ძალიან საშიში. ეს სიმართლე შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. და არავის სურს ეს ცვლილება. არც საქართველოში. არც რუსეთში. არც დასავლეთში. იმიტომ, რომ ჟიულის სიკვდილი არ იყო უბრალოდ ერთი ადამიანის მკვლელობა. ეს იყო ნაწილი უფრო დიდი თამაშისა, რომელიც თამაშდებოდა იმ დროს კავკასიაში.
დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ ჟიული შარტავა არის ეროვნული გმირი საქართველოში. მისი სახელი არის ქუჩებზე. მისი ფოტო არის სკოლებში. მისი ისტორია არის სახელმძღვანელოებში. მაგრამ რეალური ისტორია, ის ისტორია, რაც მოხდა მის ცხოვრებაში და მის სიკვდილში, კვლავ რჩება საიდუმლოებად. კვლავ რჩება დახურულ არქივებში. კვლავ რჩება იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებიც ეშინიათ ესაუბრონ. რამდენ ხანს კიდევ დარჩება ეს საიდუმლოება? რამდენ ხანს კიდევ უნდა ელოდოს ჟიულის ოჯახი სიმართლეს? და რა მოხდება, როცა ეს სიმართლე საბოლოოდ გაირკვევა? 2021 წელს, ზუსტად 29 წლის შემდეგ ჟიულის სიკვდილიდან, ერთ-ერთ ევროპულ არქივში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც შეცვალა ყველაფერს. ეს იყო ფოტო ასლი კგბ-ს შიდა მემორანდუმისა, რომელიც დათარიღებული იყო 1991 წლის დეკემბრით. ამ მემორანდუმში იყო სია ადამიანებისა, რომლებიც უნდა ნეიტრალიზებულიყვნენ საქართველოში. ჟიულის სახელი იყო მეორე ამ სიაში. პირველი იყო გამსახურდია. მაგრამ რატომ? რა იყო ამ ორი ადამიანის საერთო, რაც აიძულებდა კრემლს დაეგეგმა მათი ლიკვიდაცია? და რაც მთავარია, ვინ იყო ის ადამიანები საქართველოში, რომლებმაც უნდა შეესრულებინათ ეს ბრძანება? როცა ვნახე ეს დოკუმენტი, ვერ დავიჯერე, ამბობს ისტორიკოსი, რომელმაც აღმოაჩინა ეს მემორანდუმი. ეს იყო პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ ჟიულის სიკვდილი იყო დაგეგმილი ოპერაცია. მაგრამ რაც კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო, ის იყო, რომ ამ მემორანდუმში იყო კოდური სახელები იმ ადამიანებისა, რომლებმაც უნდა შეესრულებინათ ეს ოპერაცია. და ეს კოდური სახელები მიუთითებდა, რომ ისინი იყვნენ ადამიანები საქართველოდან. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ახლოს ჟიულისთან. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რომელი მისი ახლობლებიდან იყო ჩართული ამ ოპერაციაში? და როგორ ცხოვრობენ ისინი დღეს, იმის ცოდნით, რაც გააკეთეს? ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში დაიწყო ახალი დისკუსია. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ჟიული იყო მოკლული, გრძნობდნენ თავს გამართლებულად. ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, დაჩუნდნენ. მაგრამ ოფიციალური პოზიცია არ შეცვლილა. არც საქართველოს მთავრობამ და არც რუსეთის მთავრობამ არ გააკეთა ოფიციალური განცხადება ამ დოკუმენტის შესახებ. რატომ? რატომ არ სურთ მათ აღიარონ ის, რაც უკვე ცნობილია? 2022 წელს ჟიულის ოჯახმა მიმართა საერთაშორისო სასამართლოს. ისინი მოითხოვდნენ, რომ რუსეთი გაეხსნა ყველა არქივი, რომელიც ეხებოდა ჟიულის საქმეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ საქართველოს მთავრობა ჩაეტარებინა ახალი გამოძიება. ისინი მოითხოვდნენ სიმართლეს. მაგრამ რა მოხდა? რუსეთმა უარი თქვა არქივების გახსნაზე, ამტკიცებდა, რომ ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ახალ გამოძიებაზე, ამტკიცებდა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება. და ჟიულის ოჯახი კვლავ დარჩა პასუხების გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ ჟიული იყო მოკლული, ამბობს მისი ქალიშვილი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ებრძვის სიმართლისთვის. ჩვენ ვიცით, ვინ მოკლა ის. ჩვენ ვიცით, რატომ მოკლეს ის. მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ და ვამტკიცოთ ეს. იმიტომ, რომ ყველა, ვინც იცის სიმართლე, ან მკვდარია, ან ეშინია. ყველა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს ამას, ან გაქრობილია, ან დახურულია. და ჩვენ ვრჩებით მარტო ამ ბრძოლაში. რამდენ ხანს კიდევ უნდა იბრძოლოს ეს ოჯახი? რამდენ ხანს კიდევ უნდა ელოდოს სამართლიანობას? მაგრამ ჟიულის ისტორია არ არის მხოლოდ ისტორია ერთი ადამიანის მკვლელობისა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება. როგორ იცავს ძალაუფლება თავის საიდუმლოებებს. როგორ ანადგურებს ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თქვან სიმართლე. ჟიული იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი. ის იცოდა, როგორ მუშაობდა საბჭოთა სისტემა. ის იცოდა, როგორ მუშაობდა კგბ. ის იცოდა, ვინ აფინანსებდა სამოქალაქო ომებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. და ის აპირებდა, ეთქვა ეს ყველაფერი. მაგრამ მას არ მისცეს ეს შანსი. დღეს, როცა ვსაუბრობთ ჟიულ შარტავაზე, ვსაუბრობთ გმირზე. ვსაუბრობთ პატრიოტზე. ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელმაც მისცა თავისი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. და ეს ყველაფერი სიმართლეა. მაგრამ ეს არ არის სრული სიმართლე. სრული სიმართლე არის უფრო რთული. სრული სიმართლე არის, რომ ჟიული იყო ადამიანი, რომელიც იცხოვრა ორ სამყაროს შორის. საბჭოთა სისტემასა და ეროვნულ მოძრაობას შორის.
კრემლისა და თბილისის შორის. და ეს პოზიცია იყო ძალიან საშიში. ჟიული ცდილობდა გამოეყენებინა თავისი კავშირები საბჭოთა სისტემასთან, რომ დაეხმარა საქართველოს, ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც სწავლობს იმ ეპოქას. ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ყოფილიყო ხიდი ორ სამყაროს შორის. რომ შეეძლო დაეხმარა საქართველოს, მიეღწია დამოუკიდებლობისთვის სისხლის დაღურის გარეშე. მაგრამ ის არ ითვალისწინებდა ერთ რამეს, არც ერთ მხარეს არ სჭირდებოდა ხიდი. ორივე მხარეს სჭირდებოდა ომი. იმიტომ, რომ ომი იყო გზა ძალაუფლებისკენ. და ჟიული გახდა მსხვერპლი ამ ომისა. მაგრამ იყო თუ არა ჟიული მხოლოდ მსხვერპლი? ან იყო ის ასევე მონაწილე იმ თამაშში, რომელიც თამაშდებოდა? ეს კითხვა დღემდე რჩება უპასუხოდ. იმიტომ, რომ ჟიულის რეალური როლი იმ მოვლენებში, რაც ხდებოდა საქართველოში 1991 წელს, კვლავ არის საიდუმლოება. იყო თუ არა ის კრემლის აგენტი, რომელიც ცდილობდა კონტროლი გაეწია ეროვნულ მოძრაობაზე? თუ იყო ის პატრიოტი, რომელიც ცდილობდა გამოეყენებინა თავისი კავშირები კრემლთან, რომ დაეხმარა საქართველოს? თუ იყო ის რაღაც შუალედური ადამიანი, რომელიც ცდილობდა ეთამაშა ორივე მხარეს, მაგრამ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი? პასუხი ამ კითხვებზე შეიძლება არასოდეს გაირკვეს. იმიტომ, რომ ყველა, ვინც იცოდა სიმართლე, ან მკვდარია, ან ჩუმს. ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა მოგცემოდა პასუხი, ან გაქრობილია, ან დახურულია. და ჩვენ ვრჩებით მხოლოდ ვარაუდებით. მხოლოდ თეორიებით. მხოლოდ კითხვებით, რომლებზეც არავინ არ აძლევს პასუხს. მაგრამ ერთი რამ ცხადია. ჟიული შარტავა იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გააკეთოს სწორი არჩევანი ძალიან რთულ დროში. ის ცდილობდა იყოს ერთგული თავისი ქვეყნისადმი, მაგრამ ასევე ცდილობდა გამოეყენებინა თავისი კავშირები, რომ დაეხმარა ამ ქვეყანას. ის ცდილობდა იყოს რეალისტი, მაგრამ ასევე ცდილობდა შეენარჩუნებინა იდეალები. და ეს იყო შეუძლებელი მისია. იმიტომ, რომ იმ დროში იმ ადგილას არ იყო ადგილი ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ორივე მხარეს. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს გახდეს ნაწილი ევროპული ოჯახისა. ის არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს დაივიწყოს თავისი ტრაგიკული წარსული და ააშენოს ახალი მომავალი. მაგრამ ეს წარსული კვლავ არის აქ. კვლავ არის ჩრდილი, რომელიც ეცემა ყველაფერს. იმიტომ, რომ სანამ არ გაირკვევა სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რაც მოხდა 1991 წელს, საქართველო ვერ შეძლებს სრულად წავიდეს წინ. ჟიულის ოჯახი კვლავ ებრძვის სიმართლისთვის. ისინი კვლავ ითხოვენ გამოძიებას. ისინი კვლავ ითხოვენ, რომ გაიხსნას არქივები. ისინი კვლავ ითხოვენ სამართლიანობას. მაგრამ რამდენ ხანს კიდე უნდა იბრძოლონ? რამდენ ხანს კიდე უნდა ელოდონ? და რა მოხდება, თუ სიმართლე არასოდეს გაირკვევა? რა მოხდება, თუ ის ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ჟიული, არასოდეს დაისაჯებიან? რა მოხდება, თუ ეს საიდუმლოება დარჩება საიდუმლოებად სამუდამოდ? ეს კითხვები არ არის მხოლოდ ჟიულის ოჯახის კითხვები. ეს არის კითხვები მთელი საქართველოსთვის. იმიტომ, რომ ჟიულის ისტორია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. როგორ იბრძოდა ეს ქვეყანა თავისი თავისუფლებისთვის. და რა ფასი გადაიხადა ამ თავისუფლებისთვის. ჟიული იყო ერთ-ერთი ათასობით ადამიანი, რომელმაც გასწირა თავისი სიცოცხლე ამ ბრძოლაში. მაგრამ მისი ისტორია არის განსაკუთრებული. იმიტომ, რომ ის არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს ორივე, გმირი და საიდუმლოება. დღეს, როცა ახალგაზრდა თაობა საქართველოში სწავლობს ისტორიას, ისინი სწავლობენ ჟიულ შარტავაზე როგორც გმირზე. როგორც ადამიანზე, რომელმაც მისცა თავისი სიცოცხლე ქვეყნისთვის. და ეს სწორია. მაგრამ ისინი ასევე უნდა იცოდნენ სრული ისტორია. ისინი უნდა იცოდნენ, რომ ჟიული იყო რთული ადამიანი, რომელიც იცხოვრა რთულ დროში. რომ ის აკეთებდა რთულ არჩევანებს. რომ ის შეიძლება აკეთებდა შეცდომებს. მაგრამ რომ ის საბოლოო ჯამში აირჩია დგომა თავისი ქვეყნის მხარეს. და ამისთვის გასწირა თავისი სიცოცხლე. ჟიული შარტავას ისტორია არის ისტორია არჩევანის შესახებ. არჩევანის შესახებ, რომელიც უნდა გააკეთოს ყველა ადამიანმა რთულ დროში. დარჩე უსაფრთხოდ და დაჩუმდე, თუ დადეკ და იბრძოლე, მიუხედავად რისკისა. ჟიულიმ აირჩია ბრძოლა. და ამისთვის ის გადაიხადა უმაღლესი ფასი.
მაგრამ მისი არჩევანი ასევე გახდა მაგალითი მომავალი თაობებისთვის. მაგალითი იმისა, რომ ზოგჯერ ღირს რისკი, ზოგჯერ ღირს ბრძოლა, ზოგჯერ ღირს დგომა იმისთვის, რასაც სწამ მიუხედავად შედეგისა. მაგრამ ჟიულის ისტორია ასევე არის გაფრთხილება. გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ძალაუფლება არის საშიში. რომ ძალაუფლება არ უშვებს იმ ადამიანებს, რომლებიც იციან ძალიან ბევრი. რომ ძალაუფლება იცავს თავის საიდუმლოებებს ნებისმიერი ფასით. და რომ ზოგჯერ ეს ფასი არის ადამიანის სიცოცხლე. ჟიული იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ძალიან ბევრი. და ამიტომ ის უნდა დაჩუმებულიყო. სამუდამოდ. დღეს, როცა ვდგავართ ჟიულის ძეგლის წინ თბილისში, ვფიქრობთ გმირზე. ვფიქრობთ პატრიოტზე. ვფიქრობთ ადამიანზე, რომელმაც მისცა ყველაფერი თავისი ქვეყნისთვის. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმ კითხვებზე, რომლებიც კვლავ რჩება უპასუხოდ. ვინ მოკლა ჟიული? რატომ მოკლეს ის? ვინ იყო ჩართული ამ ოპერაციაში? და რატომ 30-ზე მეტი წლის შემდეგ კვლავ არავინ არ აძლევს პასუხს ამ კითხვებზე? ეს კითხვები არ არის მხოლოდ ისტორიული ინტერესის საკითხი. ეს არის კითხვები სამართლიანობის შესახებ. კითხვები იმის შესახებ, თუ რა სახის ქვეყანა ვართ ჩვენ და რა სახის ქვეყანა გვინდა ვიყოთ. ჟიული შარტავას ისტორია არ არის დასრულებული. ის გაგრძელდება, სანამ არ გაირკვევა სიმართლე. სანამ არ გაიხსნება არქივები. სანამ არ დაისაჯებიან ის ადამიანები, რომლებმაც მოკლეს ის. და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ახალი თაობის პასუხისმგებლობა, რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა სიმართლისთვის. რომ არ დავივიწყოთ ჟიული. რომ არ დავივიწყოთ ის კითხვები, რომლებიც მისმა სიკვდილმა დააყენა. და რომ არ შევჩერდეთ, სანამ არ მივიღებთ პასუხებს.